პოზიციის, რომელსაც ის აღღერებდა ჯერ კიდევ ოქტომბრის არჩევნებამდე. ალბათ დიდი მეხსიერების დაძაბვა არავის არ სჭირდება იმისათვის, რომ გაიხსენონ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები, რომ რუსეთთან სავსებით შესაძლებელია დაალაგება ურთიერთობების, ოღონდ აქ არის რაღაც პიროვნული პრობლემა, პიროვნული კონფრონტაცია ქვეყნის ლიდერებს შორის, ანდა ვერბალური გამონათქვამები და უგულებელყოფილი იყო უმთავრესი, რომ პუტინი პირდაპირ ამბობს, რომ მას სურს ააშენოს ახალი იმპერია ევრაზიული კავშირის სახელდებით. აი ეს იყო უმძიმესი შეცდომა, რომელსაც უშვებდა მაშინ ოპოზიცია და შემდეგ უკვე ხელისუფლება ქართულ ოცნებას გულისხმობ. არაერთ გზის ჩვენ გვითქვამს, რომ ეს განცხადებები არის არამხოლოდ ინფანტილური და ღიმილის მომგვრელი, არამედ არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი. და მე ვფიქრობ, რომ ეხლა ასე რადიკალურად შეცვლა პოზიციის, როგორც ჩანს, უჭირთ ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს და ვფიქრობ, ამით არის განპირობებული მათი ასეთი პოზიცია. კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, დაახლოებით რამდენიმე საათი რჩებოდა უკვე რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრამდე, როდესაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გამობრძანდა და თქვა, რომ ასეთი შეჭრა არ მოხდება და მას მიაჩნია, რომ ასეთი რამე არის უბრალოდ წარმოუდგენელი. რამდენიმე საათში კი ეს შეჭრა და აგრესია უკრაინის მიმართ მოხდა. თქვენ თვითონ განსაჯეთ, როდესაც თავდაცვის მინისტრი ამდენად არაინფორმირებული არის და ამდენად არაადეკვატურად აფასებს ვითარებას, რა დღეში არის ჩვენი ქვეყანა ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ წარსულში გაკეთებული განცხადებების ტყვედ რჩება დღევანდელი ხელისუფლება სწორედ ამ შექმნილ სიტუაციაში. ესეთია დასკვნა, რის გამოც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მიმაჩნია, რომ ეს გახლავთ და აგრეთვე ის მე არ მინდა რაიმე დამამცირებელი სიტყვა ვიხმარო, მაგრამ მართლა აი ბატონყმობისთვის დამახასიათებელი რწმენა, რომ თუ ბატონის მიმართ დაიჩოქებ, თუ მას უფრო მეტად დაანახებ შენ დამცირებას, მას გული მოულბება და შენს გადარჩევი. ეს რომ ასე არ არის და რომ გაცილებით უფრო სხვა კანონები მოქმედებს სამყაროში, ნებისმიერმა გონიერმა ადამიანმა ძალიან ბევრჯერ დაინახა, როგორც ბატონო გზა, აქვე ჩაგეკითხებით, მაშინ თავად ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ თავად დასავლეთის ერთგვარი გზავნილი იყო, რომ საქართველოს დაელაგებინა რუსეთთან ურთიერთობა. ჯერ ერთი ძალიან კარგია, რომ ეს შეკითხვა დასვით, იმიტომ რომ აძლევს განზოგადების შესაძლებლობას. ალბათ თქვენს ეთერში არაერთხელ გვიკამათია ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან, რომლებიც საქართველოს და მის მთავრობას ადანაშაულებდნენ 2008 წლის ომში. თითქოს და ეს ომი მიმდინარეობდა არა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ სადღაც ხაბაროვსკში, ან კიდე მურმანსკში. დღეს აი ეს კლიშე, რომელსაც ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ პრორუსული ძალები საქართველოში, არის მთლიანად დამსხვრეული. ვინც თვალყურს ადევნებს, როგორც CNN-ის, ისე Fox News-ის, ისე ყველაზე გამოჩენილი ექსპერტების, პოლიტიკოსების მოსაზრებებს, ყველგან უკრაინაზე საუბრისას ისმის საქართველო და ისმის ვითარების აღწერა, თუ როგორ დაესხა რუსეთი საქართველოს. ჩვენი ქვეყანა კი არ იყო თავდამსხმელი და აგრესორი. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც უბრალოდ არ შეუძლია ცივილიზებული ნორმებით მოქმედება სხვა ქვეყნებთან და სწორედ ამიტომ დაკარგავს ის ადგილს ცივილიზებული სამყაროს თანამეგობრობაში. სწორედ ამიტომ გარიცხავენ მას ჩემი ღრმარწმენით დიდი რვიანიდან, სწორედ ამიტომ იქნება დიდი ეკონომიკური პრობლემები და ჩვენ რუსეთის ეკონომიკურმა პრობლემებმა ნამდვილად არ უნდა შეგვაჩინოს. უბრალოდ მართლა კომიკური იქნება, რომ საქართველოს დღეს დაიწყოს ზრუნვა იმაზე, რუსეთს ხომ არ ექნება ეკონომიკური პრობლემები. სანამ რუსეთი იქნება, სანამ რუსეთი ამ ტიპის მმართველები იქნებიან, საქართველოს მუდმივად ექნება ეგზისტენციალური საფრთხე, თავისუფლების გაქრობის და მუდმივად გვექნება საფრთხე უსაფრთხოების. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული, კიდევ უფრო მკვეთრად უნდა იყოს ჩვენი გამონათქვამები და ქმედებები, ვიდრე თავისუფალი სამყარო გამოთქვა. ძალიან დიდი მადლობა. მეტი უნდა მოვითხოვოთ თავისუფალი სამყაროსაგან. დიდი მადლობა.